ჩვენ მოვისმინეთ ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის ქალბატონი ბოჭორიშვილის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ ვინც ამ ინვესტიციის წინააღმდეგია, მას სინამდვილეში ქვეყნისთვის არ უნდა სიკეთე, დაახლოებით ასეთი ფორმულირებაა და მე უკვე შევეცდებით, რომ გავშალოთ ეს საკითხი. არის უპრეცედენტო ინვესტიციაზე ჩვენს ქვეყანაში და ვინც ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მათ არანაირი ინტერესი არ აქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარების და ჩვენი ქვეყნის წინსვლის. ეს არის ერთადერთი დასტური იმ აჟიოტაჟის, რაც არის შექმნილი ამ პროექტთან დაკავშირებით. ძალიან კონკრეტულად განიმარტა ამ პროექტის შედეგები, რა შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნისთვის და ეს შედეგები არის ქართველებისთვის, საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სასარგებლო სიკეთის მომტანი და ეკონომიკური სარგებლის. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თქვა ესეთი, ასე ვთქვათ, ფაქტობრივი ტყუილი. ძალიან კარგად განიმარტაო კონკრეტულად რა სარგებელს მოიტანს, რას გულისხმობს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რანაირად განიმარტა, როცა ხელშეკრულება უცნობია, არ გვინახავს, არ აქვეყნებენ პირიქით, კარგად ხედავენ, რომ ამ ხელსაზოგადოებრივი ინტერესი ეხა პრემიერ-მინისტრს უწევს პირდაპირ ასე ვთქვათ, ვიდეორგოლის გაკეთება, რომ პოზიტიურად წარმოაჩინოს, პარლამენტის თავმჯდომარეს უწევს, საგარეო საქმეთა მინისტრს უწევს. ხო, ანუ ესე იგი ხვდებიან, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია. და იმის ნაცვლად, რომ ეს ინტერესი დააკმაყოფილონ, გამოაქვეყნონ ხელშეკრულება, პირიქით თავთ აგრესია და ამბობენ, რომ საიდუმლოა, ეს არის კომერციული საიდუმლოება და ამის გამოქვეყნება არ შეიძლება. რაზე არის გათვლილი გასაგებია. არ წმუნებენ საზოგადოებას, რომ ეს არის სიკეთე რაღაცა უპრეცედენტო მასშტაბის, ხოლო ვინც ამის წინააღმდეგ მიდის, რეალურად ეწინააღმდეგება აი ამ სიკეთეს. რა შეიძლება ითქვას ამაზე? ამასთან დაკავშირებით, აი პირველი რაც ხაზგასასმელია, არის ის, რომ ჩვენ წლების განმავლობაში აღმოჩნდით აი უზარმაზარ რაღაც პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც იყო გამოწვეული პოლიტიკური და ფინანსური გამჭვირვალობის საკითხს. გვახსოვს ხო, პირველად ხელისუფლებამ 2023 წელს სცადა აი ეგრეთ წოდებული რუსული კანონის, სინამდვილეში ამერიკული ან ფარას ეგეთი ამერიკული კანონია, რომელიც ჯერ კიდევ 30-იან წლებში იქნა მიღებული ამერიკაში, რომელიც გულისხმობს უცხოური ფინანსების, რომელიც პოლიტიკაში და სოციალურ და საინფორმაციო დარგებში იდება, ანუ ამის დეკლარირება და გატარება, რეგისტრაცია, საჯაროობა. ნუ ამას მოყვა, გვახსოვს, პროდასალური ფლანგის მხრიდან ძალიან დიდი წინააღმდეგობა და ანუ საბოლოოდ 2 წლიანი თუ 3 წლიანი კრიზისის შედეგად, რომელსაც რა ვიცი, რაღაც ეს ქვეყანა დღემდე გადის, ნუ სახელმწიფომ თავისას მიაღწია და ხელისუფლებამ გაიტანა ეს კანონი. რომელსაც ხოთაშორის მე მაგალითად ორივე ხელით მივესალმები, ნამდვილად ჩვენ თავიდანვე მივესალმებით. თავიდან წლების წინ და ვამბობდით, რომ ეს კანონი ცუდი კანონია იმ მხრივ, რომ საკმარისად ვერ აკონტროლებს. კი ბატონო, და ორივე ხელით მივესალმები ნებისმიერ გამჭვირვალობას, ნებისმიერ ასეთ საჯაროობას, რაც ეხება პოლიტიკაში, სოციალურ, საინფორმაციო სივრცეში უცხოური კაპიტალის შემოდინებას. კი ბატონო. და ეხლა დაუბრუნდეთ ამ საკითხს. აქ არ არის გამჭვირვალობა საჭირო, ანუ 7 მილიარდ დოლარის ფინანსი შემოდის ქვეყანაში, ანუ ლამის ჩვენი წლიური ბიუჯეტის ნახევარი და ამის შესახებ არაფერი არ ვიცით. ოფიციალური ხელშეკრულება, დოკუმენტი გასაიდუმლოებულია და ხელისუფლება რაღაც აბსურდულ მიზეზს იგონებს, რომ თურმე ეს არის კომერციული რაღაცა საკითხი და კომერციული საიდუმლოება, რაც ჩემი აზრით არარელევანტური აქვს, კომერცია არაფერ შუაში არ არის კაცო. 7 მილიარდი დოლარის კაპიტალი უნდა შემოვიდეს ქვეყანაში და ქალაქების მშენებლობაზე მიმდინარეობს საუბარი, სადაც მე უცხოელები უნდა ჩაასახლან. აქ რა კომერციული, არ მაინტერესებს მე კომერციული ინტერესი. აქ იმდენად მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი ამ საკითხისადმი, რომ ყველა დეტალი, ყველა პუნქტი უნდა იყოს საჯარო და უკიდურესად გამჭვირვალე. ეს ერთი საკითხი. მეორე საკითხი ახლა ჩვენ მოვისმინეთ მინისტრის
კომენტარი რომ თურმე რაღაც ყველა კრიტიკულ კითხვას თუ ეჭვებს საკადრისი პასუხი თუ შესაბამისი პასუხი გაეცა. არ ვიცი ვისგან გაეცა, არ ვიცი რას გულისხმობდა ქალბატონი მინისტრი, თუ საუბარია პრემიერ-მინისტრის კობახიძის ის 8 წუთიანი ვიდეო, პირიქით კიდევ უფრო დამაფიქრა მე, კიდევ უფრო მძიმედ ყოფილა ვითარება ვიდრე მეგონა. სხვათა შორის თან კობახიძის განცხადებიდან გამომდინარე. მარიამ ქრუიშვილმა განაცხადა, როდესაც მას დაუსვეს თუ არ ვცდები რუსთავი ორის ეთერში იყო ამ დღეებში და ძალიან ისეთი რეაქცია ჰქონდა, როცა კონკრეტულად შეკითხვა დაუსვეს, რომ ვინ იცხოვრებენ ამ ქალაქებშიო და კონკრეტული პასუხი არ გასცა, მან თქვა, რომ სახელმწიფო არის თანამესაკუთრეო. ხო. ამ თავისი რაც წილი აქვს და რამდენი პროცენტია. მაგრამ თქვენ რომ მესაკუთრე და ეხა ირკვევა რომ თურმე თანამესაკუთრე, ეს არ არის უბრალოდ სიტყვების ფორმულირება, მესაკუთრეს და თანამესაკუთრეს სხვადასხვა იურიდიული. ხო და რას ცვლის? ანუ თანამესაკუთრე რო არის 33%-ით, ეგ დააბკოლებს ვიღაცა არაბის ჩასახლებას მაგ კონკრეტულ მულტიფუნქციურ კომპლექსში, ანუ არაბა მოინდომა მანდ ბინის ყიდვა, იყიდის და სახელმწიფო რას უზავს. როდესაც მთელი წყება, მთელი პოლიტიკა, მთელი საკანონმდებლო ბაზა გვაქვს ჩვენ და მთელი კომერციული დაინტერესებაა ჩვენი მთავრობის მხრიდან, რომ ეს არაბი აქ ჩამოვიდეს, ბინა იყიდოს და აქ დასახლდეს. ანუ ეს საერთოდ რა პასუხია, ანუ არანაირი კონკრეტიკა და არანაირი პასუხის გაცემა. რაც შეეხება ეხა კობახიძის ახსნა განმარტებას, ну, ძალიან ცუდად ყოფილა საქმე, იმაზე ცუდად ვიდრე მეგონა. პირველ რიგში კობახიძემ აღნიშნა, რომ თურმე 16,000 ბინიანი რაღაც დასახლება უნდა აშენდეს. როდესაც ჩვენ ეს გამოვთვალეთ, საუბარი არის დაახლოებით გორის მოსახლეობით გორის ზომის ქალაქზე. უბრალოდ წარმოვიდგინოთ, აი თბილისის გვერდით აშენდება გორის ზომის ქალაქი, რომელთა ბინები, როგორც აგერ დამფუძნებელმა და ინვესტორმა თავად გამოგვიცხადა 60% გაიყიდება უცხოელებზე. არც პრემიერ-მინისტრმა არ უარყო ეს პრაქტიკა და რომ მან როგორ ახსნა, როგორ დაგვამშვიდა, რომ კაცო, აგერ 4 წლის განმავლობაშიო 60,000 ბინა გაიყიდაო უცხოელებზე. მაგრამ ხო არაფერი პრობლემა. ხო არაფერი პრობლემა. აინდრავ არასაც იცახდა, რომ ხასიცერი არაბების ხო გადავრჩითო, იგივე ლოგიკა. ხო და ანუ უბრალოდ წარმოგვიდგენია, ანუ 60,000 ბინა უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში გაყიდულა უცხოელებზე. და გასაგებია ის საიდან არის ეს ჩვენს ქუჩებში ასეთი სიმრავლე ანუ ამ უცხოელების საუბარი არის ტურისტებზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. აქ არავინ არ უნდა გაიგოს ჩვენი წუხილი ამ საკითხისადმი იმ ჭრილში რომ ჩვენ რაღაც საზღვრები უნდა დავკეტოთ, უნდა ნაჭუჭში ჩავჯდეთ და არავინ არ შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში. არავითარ შემთხვევაში კაცო, თუ ტურისტი ჩამოდის, კი ბატონო, ტურისტი ჩამოვიდეს ნებისმიერი ქვეყნიდან. მაგრამ აქ ტურისტებზე არ არის საუბარი. ტურისტი არ ყიდულობს შენს ქვეყანაში 60,000 ბინას. 60,000 ბინას ყიდულობს ის ადამიანი, რომელიც აქ ცხოვრებას აპირებს. და აგერ სტატისტიკის მონაცემები გვაქვს, რომელიც შარშან ჩატარდა, რომლის შედეგადაც ჩვენი ქვეყნის დაახლოებით 10%, ყოველი მე-10 არის უცხო ქვეყნის მოქალაქე. არ შეგვეშალოს საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ უმცირესობებში. ანუ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზეა საუბარი. სხვა ქვეყნის წარმომადგენლებზე, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ჩვენ ქვეყანაში. ასეთი ყავს, აგერ უკვე ჩვენი მთავრობის პოლიტიკის შედეგად, რომ აგერ ნუგეშინიეთ ყველაფერი რიგზია, უკვე 10%-ია. ხო და მე ლოგიკური კითხვა მიჩნდება, აი ძალიან საინტერესო კითხვა. რამდენი ბინის გაყიდვის შემდეგ, რამდენი პროცენტული მაჩვენებლის შემდეგ ჩვენ უნდა გავჩერდეთ და უნდა ვთქვათ, რომ იცით, ამდენი უცხოეთის მოქალაქე უკვე აღარ არის საჭირო, უკვე საშიშია. რა არის ეს ციფრი? აი, რამდენი ბინა უნდა გაიყიდოს? 200,000 ბინა. ეს უცხო ქვეყნის მოქალაქე 10%-დან 40% უნდა გახდეს და ამ ტემპებით 10-15 წელიწადში გახდებიან. მე მგონი მაგდენი არ დაჭირდება. გეუბნებით 10-15 წელიწადში თუ ეს მიდგომა, ეს პოლიტიკა, ეს პრაქტიკა გაგრძელდა,
საიმიგრაციო კუთხით, სამშენებლო კუთხით, იმ კანონმდებლობით, რომელიც ამჟამად გვაქვს, 10-15 წელიწადში ჩვენ მივიღებთ არა 10% უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, არამედ 40-50%-ს და თუ ამას ჩვენ დავუმატებთ ასევე იმ პრობლემას, რაც ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას გვჭირს, პირველი შობადობა უფრო დაბალია ვიდრე სიკვდილიანობა, მეორე არანორმალური ემიგრაცია ადგილობრივი მოსახლეობის ქართველები გავდივართ. ანუ ჩვენ მივიღებთ რეალობას ძალიან მალეთან ეს არ არის რაღაც ძალიან შორეული პერსპექტივა. აი ჩვენს თაობაში მივიღებთ რეალობას, სადაც შეიძლება ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობა აღმოჩნდეს საკუთარ ქვეყანაში უმცირესობაში. და ხელისუფლების ბატონი პრემიერ-მინისტრის ეს ამაგ განცხადება მე კიდე უფრო დამაფიქრა. მე ვერანაირი ჩემი წუხილის, ჩემი აი მკითხვებზე პასუხი კი არ მივიღე. პირიქით, კაცო, მე რა ეჭვებიც მქონდა, კიდე უფრო დამიდასტურდა. რო დამათი ტაქტიკა და სტრატეგია ხო აი არის იგივე ვთქვა აი სხვები ამათი ეს პროპაგანდისტები რო გამოდიან არის რომ ფაქტებზე და მოვლენებზე კი არა მახვირებენ ყურადღებას, არამედ ადამიანების აღქმებზე. ანუ ყვება ნეგატიურ ამბავს, მაგრამ ცდილობს მოგაწოდოს როგორც პოზიტიური მოვლენა. აი მაგალითად როგორც ერთ-ერთი ამათ პროპაგანდისტი რო ამბობდა რომ 400 არაბები ბატონობდნენ საქართველოში, მაგრამ რა პრობლემაა? ანუ ამას იყენებს ხო უარყოფითი მაგალითად, ანუ წესით ეგ არის, საჩვენო ვინც შენი არგუმენტი. ხო ჩვენია და იყენებს ამას წარმოაჩენს თავის ასარგებლოდ. ან იგივე ის მეორე რო იძახდა მთლად საოცრებას, ესე იგი რო ჩამოვლენ არაბები ქრისტე იქნება მათ გურებშიო და აბოთფილერები იქნებიან, ანუ იდიოტობის ის რო იყო, რა ქვია, რაღაცა პარადი, ხო? ანუ ყვება რაღაც ნეგატიურ ამბავს, ანუ რაც აღწერს აშკარად, მაგრამ ამას აწვდის ადამიანებს. საინტერესოა როგორ მოქმედებს ეს ხალხი. ნუ ინტერპრეტაციას უკეთებენ, აი რაღაც არ ვიცი, აი რომ ლოგიკაში რო არაფერში რო არ ჩდება, ხო, აი ვაგერო 60,000 ბინა გაიყიდა, ცუდი კაცო, კატასტროფა. ანუ 60,000 ბინა არის დაახლოებით, ეხლა ერთ ბინაში ერთი კაცი ხო არ იცხოვრებს, ხო? ანუ მინიმუმ 2 კაცი, ხო? ანუ 200,000-მდე უკვე საუბარი და აგერ სტატისტიკის მაჩვენებლებშიც ჩანს ეს ყველაფერი. და ან რაღაცა აბოთფილელი იქნება იმათში და ბიჭო შეეშვით ამ ჩვენ წმინდანებს, კაცო. რა შუაშია აბოთფილელი, ანუ საქართველო დაახლოებით ალბათ 12-13 საუკუნე იყო მუდმივი ინტერვენციის, მუდმივი პერმანენტული გენოციდების ქვეშ. და ის ძალა, რა ძალაც ამას გვიწყობდა, იქიდან ხო ასეულობით 1000 ადამიანი მოდიოდა ხმლით და ასე შემდეგ. იმათში ერთი აბო აღმოჩნდა, კაცო. ერთი აბო აღმოჩნდა ამ მრავალი საუკუნის განმავლობაში. საერთოდ რა მოსატანია, ან რა არგუმენტია, ანუ შენ თვითონ რო არ გჯერა მაგის კაცო და ხალხს რო აშტერებ. ანუ ეხა არაბები ჩამოასახლო საქართველოში იმ გათვლით რომ აი ესე იმათში აბო დაიბადება, დაიბადება მათ შორის და წმინდა ხორება. ეს არ ვიცი. საერთოდ ასეთი უტიპრობა, ასეთი თავხედობა მე საერთოდ არც გამიგია, კაცო. როგორ შეიძლება ასეთი მოვლენების ამნაირი ინტერპრეტაცია? ეს ხომ რაღაც ეს ხო ამორალურობაა, კაცო, ეს რაღაც წარმოუდგენელია. ხო და პრობლემა იმაშია, რომ არ ვიცით რეალურად რას მოეწერა ხელი, მოდი პირდაპირ ვთქვათ, რას მოეწერა ხელი არ ვიცით. მაგრამ ვიცით რომ ქალაქები უნდა აგვიშენო და ამ ქალაქებში უცხოელები უნდა ჩაასახლო. ეს არ არის პრობლემა? და მე არ ამგონია რომ ხელისუფლების რაღაც კონტრზომების მიუხედავად საზოგადოება დამშვიდებულია. თან ეხა რომ ამბობენ რომ პირიქით კომერციული საიდუმლოებაა, ხო? ჯო რავი ეხა როგორც ცეცხლით ივაში არ დაიმარება, ეს ქალაქები რო გაშენდება და უკვე ფაქტის წინაშე რო დადგება ხალხი, მე ხო ვერ გაასაიდუმლოებენ, კაცო.
ანუ ეს ხო არ არის რაღაცა ისეთი, რომელიც საიდუმლოდ უნდა დარჩეს მუდმივ. ეს გაირკვევა უბრალოდ ჩვენ არ გვინდა რომ გაირკვევა და მე ვეღარაფრის შეცვლა შეუძლებელი იქნება, მე აღმოჩნდეთ ფაქტის წინაშე, თორე ეგეთი რაღაცა საიდუმლოდ რანაირად აკეთებენ 30000-იან ქალაქს აშენებენ და თურმე ეს არის საიდუმლოება. ეს ერთი საკითხი და მეორე თვითონ ამ კომპანიას საკმაოდ საეჭვო რეპუტაცია აქვს. იგივე მაგალითად თავიდან პირველ ეტაპზე, როდესაც ეს თემა აგორდა, ხელისუფლების პროპაგანდა გვამშვიდებდა, რომ ევროპის უამრავ ქვეყანაშიო იგელ ხილსმა ანალოგიური პროექტები დაასრულაო და ყველა კმაყოფილი არის. როდესაც დავიწყეთ მოძიება, გადამოწმება ამ ინფორმაციის, აღმოჩნდა, რომ ყველა იმ ქვეყანაში, რაზეც ესენი ხაზგასმით გვეუბნებოდნენ, მაგალითად უნგრეთში, მაგალითად სერბეთში, მაგალითად მონტენეგროში, აი ძალიან ცუდი სახელით, ძალიან ცუდი რეპუტაციით ვერ დაასრულეს იქ ვერანაირი ის სამუშაოები, საერთოდ ჩაიშალა ეს პროექტები და რაღაცა თვალსაზრისით, როდესაც გასაჯაროვდა ეს შეთანხმება, ძალიან კაბალური შეთანხმება იყო მაგალითად სერბეთსა და ამ კომპანიას შორის დადებული. სერბეთის სახელმწიფოს გარკვეული ფინანსური ვალდებულებებიც კი დაეკისრა. ამიტომ ყველანაირი ფაქტი, ყველანაირი ხელშესახები ფაქტი და არგუმენტი ჩვენ პირიქით ამ ჩვენს ეჭვებს კიდევ უფრო გვიძლიერებს. ანუ რომ მოიძიოთ ახლა ეს არ არის ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაგუგლოს თუნდაც. აი Forbes-მაც დაწერა ამასთან დაკავშირებით, ამ კომპანიასთან დაკავშირებით საკმაოდ ვრცელი სტატია და ვიცით რომ საკმაოდ საეჭვო ხალხია ესენი. არ ვიცი ხა იქ საკუთარ ქვეყანაში რა აშენეს და მაგას რა მნიშვნელობა აქვს კაცო ეგ. შეიძლება სადღაც კარგი პროექტი გამოუვიდეს, მაგრამ ფაქტი არის ძალიან ოხერი რაღაცა ევროპის ქვეყნებში, სადაც ამათ ანალოგიური რაღაცა სამშენებლო პროექტი სცადეს, იქ ვერ განხორციელდა. და როდესაც გასაჯაროვდა ეს პირობები, საკმაოდ დრაკონული ცუდი შეთანხმებები და პირობები იყო იმ ქვეყნისთვის. და რაზეც სხვა რო გასკდა ეს ინფორმაცია, ამიტომ ვერ განხორციელდა სხვათა შორის, აი მონტენეგროში საკმაოდ ფართომასშტაბიანი პროტესტიც კი იყო. ანუ იქაც რაღაც ანალოგიურად აი რა დააკვირდი, თავიდან ხო ამას იყენებდნენ პროპაგანდისტვის ხელისუფლება, სამთავრობო მედია, რომ უნგრეთშიგან ხო ეხლა რატო არ იყენებენ ამ არგუმენტს? რატო დაიჩრდილა, რატო გაქრა აი ეს საკითხი?